ალიევის ვიზიტზე ნიშნება იყო და მე მინდა რომ აი ქართულ ოცნების მხარე შევახსენო რომ აი ეს თემა რომ დავით გარეჯი საქართველოა ჩემთვის ეხლა საქართველოა ოღონდ რატომღაც ეგ ჩაჩუმდა და ჩემთვის სასიხარულო იქნებოდა თუ ამ თემის წამოწევა მოხდებოდა ამ ვიზიტის ფარგლებში შეიძლება ხა ოპონენტებმა მითხრან რომ მაგაზე მუშაობა მიდის ოღონდ საჯარო სივრცეში არ გამოდის ოღონდ პრობლემა ის არის ძალიან დიდი ხანი გავიდა და ახალი არაფერი მაგაზე არ მოგვისმენია და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ეს თემა იმიტომ რომ რატომღაც გვერდზე გადაიწყო. თქვენ გჩვევიათ ეს რომ აი რაღაც არ უნდა გაგახსენდეს ეგ ვიზიტი. არა, როგორ არ უნდა გაგახსენდეს, მაგრამ როდესაც აქ ჩამოდის ილჰამ ალიევი, ეს არის სულთა არა, შანსი არ არის, ეგ არის პროვოკატორობა, ზუსტად მაშინ აკეთებ ამის განცხადებას, როდესაც წინა დღეს საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად და ქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი და ეხლა აი ვამბობთ რომ აი იცი რა არის გუშინ არ გახსოვდა არა მე ეგ სულ მახსოვდა და მე მაგას ვამბობ უბრალოდ თქვენი პარტიის პოზიცია გავიგერო გარეჯი საქართველოა რო ამბობ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისას ეგ თუმე პროვოკაცია არა თქვენი პარტიის თქვენი პარტიის პოზიცია თქვენი პარტიის პოზიცია გასაგებია მას შემდეგ რაც თქვენ ყოველთვის იქ ეს ინვესტიცია იქნება არაბული ერთ-ერთი დეველოპერის თუ სხვა რაღაცა მაშინვე აკეთებთ იმას რომ აი ეს არ შეიძლება და სხვა შორის ძალიან საერთოდ ემთხვევა ხოლმე ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ნაცებადაც გაგვაფორმებთ რა გაფორმება გინდათ კაცო ერთად გეგმავდით აქციებს და ჩემი გაფორმება რაში გჭირდება როდესაც ერთად გეგმავთ აქციებს ნაციონალურ მოძრაობას შეგიძლიათ დამარხოთ პოლემიკა და შეგიძლიათ რომ როცა ადამიანი იტყუება მე ხა მან ვერ შეკითხების ნაწილზე აუცილებლად. როდესაც ადამიანი ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობათა ერთად გეგმავდით. კი, არ გეგმავდით კაცო, რომელი აქცია როდესაც აი ეხლა ნაციონალური არაბულ შემოსევაზე რომ ლაპარაკობდით, არ აკეთებდით კაცო. რა კაცო, კორექტულად და ერთმანეთს. მაგ თემაზე აგრძელებთ ჩემას. რას აგრძელებთ? იმის მერე რატო აღარ მოიგეთ? არა, მოვიღეთ კაცო, ხმა მაგაზე მუშაობთ სულ. მაგაზე აქციები კიდე იქნება და კიდე ერთი რაღაც. ჩვენ მაგაზე ლაპარაკობთ და ნაცემმა მაგაზე დაიწყეს ლაპარაკი. ბატონებო, დაუბრუნდეთ დისკუსიას, დაუბრუნდეთ იმ თემას, რომელ თემაზეც დავიწყეთ საუბარი. ბატონო ზოგადად. ესე იგი, ჩემ მე დავასრულებ ეგეთი რაღაცა დაბრუნება, დაბრალება რა შეიძლება? არავინ არაფერს არ გაბრალებს. თეთრს რო ეუბნები ადამიანს. თქვენ არავინ არაფერს არ გაბრალებს, ყველაფერი იცის შენ. ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში. მე დავასრულებ მაგას. ნამუსთან არაფერი აღარა